თქვენ თვითონ არ წერთ? კი, სხვა წერდი და იცი რა, დავიწყე ადრე ბავშვობაში წერდი ლექსებს. პროზა ნაკლებად ლექსებს წერდი რაღაცას, მე აღარ წერდი, მე შეგერდი და 2 წლის წინ იყო რომ აღმოჩნდა საფრანგეთის სოფელში ზამთარში ჩემ რძალმა დამპატიჟა ახალ წელს და აი იქ რომ დავიწყე, იმიტომ რომ უსაქმოდ მე ვერ ვჭერდები და ნუ ახლა ცოტა ხანი დავისვენ რა კაი ღვინოა, ფუაგრა, ისა ზამთარში რაღაც და რა უნდა გქონო ლექსების და დავიწყე წერა რომ დღეში 5 ლექსი რა დაახლოებით 2 წლის მანძილზე ხა გადაამრავლე რამდენია და როგორ იყო იცი როგორც კი წერდი ყოველგვარი ჩასწორების მერე აი პირ დავწერე ხო იმ წუთში წერდი ხმოვან იმაზე დიქტაფონზე და უგზავნიდი ჩემ მეგობრებს რამდენიმეს ვისთანაც თავიდან მომიდა და მერე გახდა ეს ერთი 20 კაცი გახსოვთ რომელიმე ლექსი იცი რა არის რომელიმე ლექსი ეგრე მე ზეპირად ეგენი არ მახსოვს იმიტომ რომ არის არანორმალური მე შემიძლია პირდაპირ ჩავთო ერთი თუ გინდა რომელიმე რომელიც მოხდება იქიდან ნახოთ რა გამოვა იმიტომ რომ როგორც მესენჯერში გზავნიდი ჩემთან და იქ პირველ გვერდებს ვაწერე და იმ დიქტაფონში ისე არ ვიცი რა რომელი ლექსია რა თუ ძალიან ბევრია ის კი არა ფაქტურად არის აღარ მახსოვს ის წინა ლექსები რა ნუ ახლა 2 წლის წინ დღეში 5 დაახლოებით შენაწერს არ ინახავდით კი ვინახავდი ეგენი მაქვს ეგრე ბლოკნოტებში მაგრამ ნუ იმდენი ბლოკნოტია ინდონეზი ისევ ალბათ როცა გრუბლებს კარი პანტავს როცა კუხს როცა ელავს როცა ნებაც დილობს ბერავს მალობა გრძნობის არ გამომდის არ ვიმჩნევდა მაინც მოდის ემსგავსება ნადირობას მომოლოდინე ანაკონდის სიყვარულის სქერებს ხვერპლის ის რომელიც აღარ გეოლთვის ის კი თურმე მსგავსად პეპლის რომ